საქართველოს პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მესამე და შემდეგი შვილის ფულად დახმარებას გულისხმობს, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები გააცნო. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ კი დამსწრეებს კახეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები წარუდგინა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და კახეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაერთიანებული ერების ხალხმოსახლეობის ბიუროს ცნობით 2050 წლისათვის საქართველოს ემუქრება 1,70,000 მოქალაქით შემცირება. ჩვენ 2 წლის წინ ხელისუფლებაში მოსვლის თანავე დავაყენეთ ეს საკითხი და დემოგრაფიული პოლიტიკა ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, შემუშავდა სტრატეგიული მოქმედების გეგმა და დღეს 2 წლის თავზე ჩვენ მინდა გავაცნოთ თუ რა მაჩვენებლებია ამ პროექტის განხორციელების შემდეგ და მინდა რომ იმედი ჩაუსახოთ მოსახლეობას და ვფიქრობ, რომ ამ პროექტის შემდგომი გაგრძელების შემდეგ ჩვენ ამ კატასტროფას ავიწყებთ. თქვენ იცით, რომ პრემიერის ინიციატივით პირველი ივნისიდან საქართველოს 6 რეგიონში, იქ სადაც სიკვდილიანობა აღემატება შობადობას და არის დემოგრაფიული უმწვავესი პრობლემები, ხორციელდება ინიციატივა ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა ფულადი დახმარება ბარში 150-ის, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით. ეს არის არაჩვეულებრივი ინიციატივა და ძალიან დროული და ზუსტი საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. როცა ვატარებდით წინასაარჩევნო შეხვედრებს, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებმა არც კი იცოდნენ რა სახის დახმარებები შემოვიდა, რა სახის პაკეტები იყო, რა სახით გაიზარდა მათ შორის სოციალური დახმარებები, ამიტომ დღეს იქნება სრული ასე ვთქვათ ვერსია წარმოდგენილი, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია და გადასცენ სხვა მოქალაქეებს ის ინფორმაცია, რასაც რეალურად ჩვენი ხელისუფლება აკეთებს სოციალური მიმართულებით.